კახეთში 15,000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ფერმერები ყურძენს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებს აბარებენ. საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანია დარეგისტრირებული. ისინი ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. ულოცავ კახეთის მოსახლეობას, ყველა კახეთის ხელის დაწყებას. უსურვებ ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიუხვეს, აი ამ ნაშრომის კარგად დაბინავებას. და მშვიდობიანად მოხმარებას. ყურძენი არის კონდიციაში შემოსული, აგერ თქვენ მიანათებ და ნახავთ, რომ ყურძენი შემოსული არის, კაი ხარისხის არის, ფასმა მოიმატა ხარისხობრივმა ყურძენმა, მანებში შეფერხება არ იქნებაო, ასე მომენტ და მივალ და გავსინჯამ, ახლა იქით მივდივარ, ეს ნამეტი პროდუქცია რაც არის, ჩემთვის რაც ჭირდება ოჯახურ მეურნეობისთვის, შვილები მყავს, შვილიშვილები, სახში ოჯახისთვის, ქართველ კაცს ყოველთვის უნდა გქონდეს ღვინო, დაახლოებით 1 ტონას, 2 ტონას, 3 ტონამდე აი ეს წურამ ხოლმე სახში, დანარჩენი რაც ჭარბი მომდის, სახელმწიფოს ვაბარებ. ხარისხობრივი ყურძენი იქნება ლარი და 20 თეთრი 20 წელს, ასე თქვენს. დიდი მადლობას ვუხდით. ჯეჯერობით ყვაყოფილია ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი ნორმალურად არის. მოსავალი კარგი მოსავალია. პარაკიანი შემოდგომა გვაქვს. ჩვენ მაგალითად ძალიან კაი განწყობა გვაქვს. ძალიან მიყვარს ვენახი, გურიდანაც ვენახი გვაქვს, ძალიან მიყვარს თველი, მიყვარს მუშაობა, მიყვარს ყველა ოპერაციის შესრულება და რა ვიცი, მუშაობ ბრიგადაში. გამოაცხადეს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რომ ხარისხის მიხედვით ჩაიბარებენ ლარიდან ლარი და 20-მდე კონდიციის მიხედვით, რომელიც ჩემ ყურძენს გამოვიდა 23 შაქრიანობა. წამოიღეთ შევამოწმებინეთ გრადუსიც რამე და უკვე გითხრეს წამოიღეთ ნორმალურია და მოვიტანეთ 21.5 უკვე არის გრადუსი და დავიწყეთ დაგება. ქისი და ხიხვი, ეგენი საერთოდ ცოტა გვიან იღებს შაქარს და თან მოურწყავ ადგილში გვაქვს და ეხლა ნალექს ველოდებით რომ ცოტა ნალექი აიღოს წვენი ჩაუდგეს შაქარმა მოიმატოს რა და იმასაც გავაგრძელებ ჩვეულებრივ უპრობლემოდ დაიგრიფება რა ვიცი მარნეები მუშაობს ყველაფერი დანარჩენი ფორმაშია. მადლობლები ვართ, წლევანდელი წელიწადით შეჯერობით კარგად მიდის.